ეკოლოგიური გრანტების პროგრამის დასკვნით ღონისძიება გაიმართა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალაში. ღონისძიებაში მონაწილეობა გარემოს დაცვის მინისტრმა და კომპანია BP-ის წარმომადგენლებმა მიიღეს. პროგრამა 3 წლის მანძილზე ხორციელდებოდა და მის ფარგლებში 16 გარემოს დაცვითი პროექტი გახორციელდა. ეკოპრემიების კომპანია BP-ის მიერ იყო ინიცირებული. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და მისი გაგრძელება მომდევნო 3 წლის მანძილზე გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით იგეგმება. მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანებს სხვადასხვა ორგანიზაციებს შეძლებათ საშუალება რომ განახორციელონ გარკვეული ძალიან კონკრეტული იდეები. ამის ერთ-ერთი დადასტურება არის ის რომ ეს არის უძველესი ქართული ხორბლის ჯიში, ახალციხური და ეს კიდევ აი ამ ხორბლიდან თქვა გამოცხარი პული, რომელიც უნიკალურია აბსოლუტურად თავისთვის ეგრევე. და არ იყო კონცენტრაცია დავუშვათ თბილისზე და დიდ ქალაქებზე, არამედ რეგიონები იყო ძალიან კარგად წარმოდგენილი და პრაქტიკულად ამ გამარჯვებული პროექტებიდან ნახევარზე მეტი წარმოადგენდა რეგიონებს. ძალიან კარგი მაგალითი იყო პროექტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის.